მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მოკლე ბლოგი, თუმცა ძალიან საინტერესო ბლოგი, სულ რაღაც 10 წუთიანი მასალა არის. შევქმენი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრისთვის გაუგებარი არის. თავად ეს საკითხი, ძალიან ბევრი კითხვები იყო და არის და არსებობს დღესაც. თუ ჩვენი მეზობელი იმპერია, რუსეთის იმპერია, რატო არის ასეთი, რატო იქცევა ასე, რატო ყავს ასეთი მმართველები, რატო აქვს ასეთი პოლიტიკა. რა თქმა უნდა 10 წუთში ამ ყველაფერზე ძალიან ძნელი არის ადამიანმა პასუხი გასცე, მაგრამ ამ ბლოგში ჩამოყალიბებული არის ძალიან მოკლედ, კონკრეტულად თავად ამ იმპერიის შემქმნელი მამების ხედვები და მიზეზი თუ რატომ არის რუსეთის იმპერია ისეთი როგორიც არის და რატომ ვერ იქნება ის ისეთი როგორიც სხვა იმპერიები არის და სხვაგვარ პოლიტიკას ვერ გაატარებს. გირჩევთ ყველამ ნახოთ, თქვენი აზრი დაწეროთ კომენტარებში. ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა საერთოდ გეოპოლიტიკაში აქვს გეოგრაფიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, ასევე საზოგადოების ეთნოცნობიერებას, მენტალიტეტს და აქედან გამომდინარე ჩამოყალიბებულ შეხედულებას თავისი სახელმწიფოს თუ იმპერიის ამა თუ იმ ფორმით განვითარებასთან დაკავშირებით. მოკლედ არის ძალიან მოკლე ვიდეო, როგორც გითხარით, განხილული არის ისტორიული რაკურსი, გეოგრაფიული საკითხები და საზოგადოებრივი წყობის ფორმირების, მენტალიტეტის ფორმირების მიზეზები. ფიქრობ, აგურებული ადამიანი ბევრ ამის აღმოაჩენს ამ პატარა ბლოგში და ძალიან ბევრ კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, რომ არ არის რაღაცა ორნაირი ან სამნაირი სახის რუსეთი, რუსეთი არის ერთი, რუსეთი არის იმპერია და როგორც ყველა იმპერიას, რუსეთის იმპერიასაც აქვს თავისი მიზნები, თავისი ამოცანები და იქ იმპერიების და პატარა სახელმწიფოების ინტერესების დამთხევა ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება პატარა სახელმწიფოების სასარგებლოდ. ახლა კი ნახეთ და თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ გეოგრაფია განსაზღვრავს ერების ბედს. ისე როგორც ბრიტანეთის კუნძულებმა ჩამოაყალიბა საზღვაო კულტურა, ხოლო ფრონტირის საზღვრებმა გავლენა მოახდინა ამერიკულ კულტურაზე, რუსეთის ისტორიაც შეიძლება ახსნადი იყოს მისი გეოგრაფიული მახასიათებლებით. რუსეთის გეოგრაფიის ყველაზე აშკარა ელემენტი არის მისი უზარმაზარი ზომა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ქვეყნის ზომა ერთდროულად არის უპირატესობა და სიისუსტე. რუსეთის ფედერაციის გულში, მოსკოვის რეგიონში, თავდაცვა თითქმის შეუძლებელია. აქ არ არის ქედები, მდინარეები ან ოკეანეები, ჭაობები ან უდაბნოები, მხოლოდ მოსკოვის ტყეები. მკაცრი და არამეგობრული კლიმატი შეიძლება ჩაითვალოს გეოგრაფიულ დაბრკოლებად. ერთადერთი რაც რუსებს შეუძლიათ შემოჭრის შემთხვევაში, არის ომის გაჭიანურება და მტრის გამოფიტვა. სწორედ ამიტომ რუსეთის ისტორია დიდწილად წყვეტს თავის გადარჩენის ისტორიას, ერთი შემოჭრის შემდეგ მეორის მიყოლებით. ამ მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ ღრმა რმალი დატოვა რუსულ კულტურასა და ფსიქოლოგიაზე. სწორედ ამ მიზეზით რუსეთის ხელმძღვანელობა მუდმივად შეპყრობილია უსაფრთხოებისა და გადარჩენის საკითხებით. რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო ბრძოლა 1480 წელს მდინარე უგრაზე, ცნობილი როგორც დიდი დგომა უგრაზე. ამ ბრძოლამ დააფუძნა გზა ერთიანი და დამოუკიდებელი რუსული სახელმწიფოს შექმნამდე. მანამდე მონღოლები და თათრები აკონტროლებდნენ თანამედროვე რუსეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიწებს. რუსეთის სამთავროების უმეტესობა იყო ოქროს ურდოს ვასალი ან ყოველწლიურად უხდიდა მას ხარკს. დაპირისპირებით მდინარე უგრაზე დასრულდა მონღოლებისა და თათრების მრავალსაუკუნოვანი ბატონობა რუსეთში. თუმცა, რუსეთის ისტორიის გადამწყვეტი ეპოქა ჯერ კიდევ იწყებოდა.
აღმოსავლეთიდან საფრთხეს წარმოადგენდნენ მონღოლები და თათრები. დასავლეთიდან ყევტონი რაინდები, შვედები, პოლონელები და გერმანელები. სამხრეთიდან მოსალოდნელი იყო სპარსელებისა და ოსმალების თავდასხმა. რადგან გეოგრაფიული ბარიერები მტრისთვის არ არსებობდა, ახალი რუსული სახელმწიფოს ცენტრი, მოსკოვის ყოფილი დიდი სამთავრო, უკიდურესად მოწყვლადი იყო კოორდინირებული შეთრევისთვის. მე-16 საუკუნეში ივანე მრისხანემ შეიმუშავა ახალი სტრატეგია. ბუნებრივი ბარიერების ნაკლოვანება უნდა აენაზღაურებინა უზარმაზარი ბუფერული ზომებით. სტრატეგია იყო მარტივი და ეფექტური. მტრის გამოფიტვა ხანგრძლივი ომებით და მისი სასიცოცხლო ხაზების დარბევით. 1552 წლისთვის ივანემ დაიპყრო ყაზანის სახანო. ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი 1480 წლის დიდი დგომის შემდეგ. ყაზანის დამორჩილებამ შესაძლებელი გახადა ვოლგის მდინარის გამოყენება როგორც საკვანძო სატრანსპორტო არტერიისა სამხრეთისკენ გაფართოებისთვის. დროთა განმავლობაში რუსეთმა დაიპყრო სხვა თათრული სახელმწიფოები და მათი დედაქალაქები: სამარა, სარატოვი და ასტრახანი. ამ დაპყრობების წყალობით რუსეთი ნამდვილ იმპერიად იქცა. წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ ყაზანისა და ასტრახანის დაპყრობის აღსანიშნავად რუსებმა ააგეს წმინდა ბასილის ტაძარი. ასწელზე ნაკლებ დროში რუსული მიწები გაერთიანდა, თათრული სახელმწიფოები დაიმორჩილა, ასე ჩამოყალიბდა იმპერია. ეს ექსპანსია მეზობლებმა საფრთხეთ აღიქვეს. შემდეგი 2 საუკუნე გადაიქცა სრული ომების ეპოქად. რუსეთის იმპერია ომობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, შვედეთთან, დანიასთან, პოლონეთთან, ყირიმის სახანოსთან, უკრაინელ კაზაკებთან და ოსმალეთის იმპერიასთან. ეს ომები უკიდურესად ძვირი იყო ადამიანური მსხვერპლის თვალსაზრისით, მაგრამ თითოეული მათგანი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან რუსეთს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. იმპერიის დასაცავად რუსეთის ხელმძღვანელობამ დაიწყო ახალი სტრატეგიული ქალაქების შექმნა ქვეყნის აღმოსავლეთით. მე-18 საუკუნის დასაწყისში პეტრე დიდმა იმპერია ყველა მიმართულებით გააფართოვა. მას მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს დასაცავად აუცილებელი იყო უზარმაზარი ბუფერული ზონები და სტრატეგიული ტერიტორიები. რუსეთმა დანერგა სტრატეგია: დაიპყარი ან დაიპყრობენ. მთელი საზოგადოება მობილიზებული იყო სახელმწიფოს გადარჩენისთვის. შორეულ აღმოსავლეთში ექსპანსია შეჩერდა მხოლოდ ბუნებრივ ბარიერებთან. ურალის მთები, ალტაის ქედები, ბალხაშის ტბა, საიანის მთები, სტავროპოლის ქედი და ოხოცკის ზღვა. სამხრეთ აღმოსავლეთით გამოიყენებოდა სტრატეგია: გაყავი და იბატონე. ამ მიდგომამ შესაძლებელი გახადა ცენტრალური აზიისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციების დაპყრობა: ვარანას ხეობა, ტიან-შანი და ყარაყუმის უდაბნო. სამხრეთის ექსპანსია მოიტანა საკონტროლო პუნქტების დამორჩილება: განჯა, ბაქო და თბილისი. ასევე რუსეთის გავლენის გამყარება კავკასიასა და კასპიის რეგიონებში. დასავლეთით რუსეთმა დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული, ბალტიისპირეთი და კარპატები. ეს დაპყრობები საუკუნეებს მოითხოვდა და უკიდურესად ძვირი იყო. მაგრამ რუსეთის აგრესიამ პირველად უზრუნველყო იმპერიისთვის გარკვეული უსაფრთხოება. თუმცა ჩრდილოეთ ევროპის ვაკე, ღია და დაუცველი ტერიტორია, პრობლემად რჩებოდა. ეს ის სივრცეა, რომელსაც ნაპოლეონიც და ჰიტლერიც იყენებდნენ. რუსეთის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო სტრატეგიული უკან დახევა და შიდა რესურსების შენარჩუნება. ექსპანსიამ და ბუფერული ზონების შექმნამ კიდევ ერთი პრობლემა წარმოშვა. დაპყრობილ ტერიტორიებს ყავდათ განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, რომელთა ლოიალობა მოსკოვის მიმართ შეზღუდული იყო.
ამ ტერიტორიების გასაკონტროლებლად რუსეთმა დანერგა ცენტრალიზებული მმართველობა, მასობრივი გადასახლება, ასიმილაცია და კოლონიზაცია. შედეგად შეიქმნა ძლიერი შიდა უსაფრთხოების სისტემა. ეს გახდა თანამედროვე რუსეთის დაზვერვის საფუძველი. რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიის დასაცავად საჭირო იყო დიდი არმია და ფართო სადაძვერვო ქსელი, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად აცარიელებდა ბიუჯეტს. სირთულეს ამძიმებდა ლოგისტიკა. ურალისა და ციმბირის ქალაქებს აქვთ მკაცრი კლიმატი, ხანმოკლე ზაფხული და გრძელი ზამთარი. ეს პროდუქტების მიწოდებას უკიდურესად ძვირსა და რთულს ხდიდა. მაგალითად, ტრანსციმბირის მაგისტრალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერია ცენტრალური და შორეული აღმოსავლეთის რუსეთისთვის. ამრიგად, რუსეთის ისტორიულ და თანამედროვე პრობლემად რჩება სატრანსპორტო ხარჯები და დასავლეთი რეგიონებიდან ქვეყნის ცენტრის მიმართულებით საკვებით უზრუნველყოფა. მიუხედავად მაღალი დანახარჯებისა, ამ ქალაქების სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულია. ისტორიულად, რუსეთის ხელმძღვანელობა ირჩევდა ამ ტერიტორიების შენარჩუნებას ეკონომიკური ტვირთის მიუხედავად. ხელისუფლების ცენტრალიზაციამ, ახალმა კოლონიალურმა ქალაქებმა, უზარმაზარმა არმიამ და უსაფრთხოების სისტემამ რუსეთი ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია. ამ სფეროებიდან რომელიმეს ჩავარდნა ნიშნავდა იმპერიის დაშლას. ნაციონალისტური მოძრაობები, შიმშილობა, მასობრივი მიგრაცია, ეს ყველაფერი გარდაუვალი იქნებოდა. გეოგრაფია ბედს განსაზღვრავს. ეს არ არის რუსეთის შეცდომების გამართლება, მაგრამ ხსნის, თუ რატომ ვერ მიაღწია ქვეყანამ ისტორიულად თავისუფლებას, დემოკრატიას ან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში მიაღწიოს.